დღეისთვის არსებობს ინფორმაცია, რომ პრობლემები ამ შენობას აქვს და ეს ასახული აგერ არის წერილი, რომელიც თავში იტალიურმა კომპანიამ, რომელიც ამაში მონაწილეობდა გამოაგზავნა. ამას ალბათ ჯობია ამ ეტაპზე რომ არ დავასახელო, მაგრამ არის ეს ორგანიზაცია, შესაბამისად ამ ორგანიზაციას აქვს მოწერილი წერილი, რომელშიც წერია პირდაპირ არის მითითებული ჩვენს მიერ დაესვა შეკითხვა აბსოლუტურად ოპერატიულად და იმავე წუთებში შეიძლება ითქვას. და იქ იქნა გაცხადებული, რომ პასუხისმგებლობას და ასე ვთქვათ, გარანტიას შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის არ იქნება უსაფრთხო, ამაზე ისინი ვერ ღებულობდნენ. ჩამოსულები იყვნენ იტალიელი სპეციალისტები, რომლებმაც დაათვალიერეს, შეისწავლეს უშუალოდ ადგილზე ყველა დეტალი. აი მათ ასახეს, ეს აგერ არის ფოტოები, იქ გამოავლინეს გარკვეული დეფექტები, რომელიც შემიძლია რომ გაჩვენოთ. მე არ შემიძლია თქვა თითოეული მათგანის ასე ვთქვათ მნიშვნელობის და წონის შესახებ ასე ვთქვათ ზუსტად ვისაუბრო, მაგრამ ეს ნამდვილად არსებობს გარკვეული დეფექტები, რომელიც ფოტოსურათებითაც არის ასე ვთქვათ განმგზავრებული. თუმცა ეს სამწუხაროდ არის ჯერჯერობით შუალედური ასე ვთქვათ შეფასება და ჭირდება ამას გაცილებით უფრო ხარისხიანი და უფრო ფუნდამენტური გამოკვლევა იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოკვლეული იქნას. სამწუხაროდ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენთვის ეს მაქსიმალურად სწრაფად, რაც უფრო მეტად სწრაფად იქნება, რასაკვირველია, გაცილებით უფრო მოკლე და იდეალური ვარიანტი იქნება, მაგრამ ეს ჩვენზე სამწუხაროდ არ არის დამოკიდებული. კეთდება ყველაფერი, რომ ეს იყოს მაქსიმალურად სწრაფად. ამაზე მინდა პასუხი აი ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ სად მეტია და სად ნაკლები ალბათობა, ამის მიხედვით მე სასწორზე დავდო ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს არის გამორიცხული. მე უნდა მქონდეს ზუსტი და უტყუარი არგუმენტი იმისა, რომ ეს არის უსაფრთხო. საკითხის პირიქით დაყენება, რომ ავარიულია თუ არ არის ავარიული და ამის შემდეგ ალბათობების შეფასება, ჩემი აზრით არ არის სწორი გადაწყვეტა ამ საკითხის. მე ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ერთმნიშვნელოვნად დადგინდეს, რომ შენობა არის უსაფრთხო. დღევანდელი მდგომარეობით გვაქვს, აი აგერ გაჩვენეთ ფოტოსურათებიდან დაწყებული, წერილობით დამთავრებული, რომელშიც მითითებულია, რომ უსაფრთხოებაზე ვერც ერთი სპეციალისტი ჯერჯერობით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ იღებს. და ასეთ პირობებში რასაკვირველია გადაწყვეტილების მიღება, რომ შენობა არ არის ავარიული და აქედან გამომდინარე ვინმე შემოვიდეს და იფუნქციონიროს აქ იგივე დატვირთვით შენობა. ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა არაბონეული გადაწყვეტილება. იმდენად რამდენადაც მხოლოდ ალბათობით იმის თქვა, რომ ადამიანს საფრთხე ელის თუ არ ელის, ეს მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი გადაწყვეტა საკითხის. აქ მე არ გამოვირიცხავ, რომ დამატებით აუცილებელი გახდეს სხვა ადამიანების ჩართვა, ყოველ შემთხვევაში ასე ვთქვათ, შეკითხვები, რომელიც დაისმის, იმას კვალიფიკაციის და თვითონ ამ ექსპერტიზის მიმდინარეობის დროს ალბათ გაეცემა პასუხი და რა კვალიფიკაციის და ვინ დაჭირდება უშუალოდ ამ პროცესში პასუხის გაცემას, ეს ალბათ მომავლის თემაა. ზუსტად ამ წუთას თქმა არ შემიძლია. თუმცა ეს რომ ნამდვილად იქნება დადებული, რომ თბილისის იუსტიციის სახლის ყველა სერვისი აღდგენილია და დღეს ის დაუბრკოლებრივ ხორციელდება, ჩვეულებრივ მიეწოდება ეს ყველა მოქალაქეს, ეს იმავე დღიდან პრაქტიკულად შეფერხებას ადგილი არ ქონია და ყველაფერი გააკეთა თბილისის იუსტიციის სახლმა იმისთვის, რომ აქ პრობლემა და რაიმე ჩავარდნა არ ყოფილიყო.